ჩვენ კვლავ უბრუნდებით სააპელაციო სასამართლოს, სადაც სულ რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს პროცესი. ნიკამელია უკვე სააპელაციო სასამართლოსთან იმყოფება. ანა წერეთელი ჩაგვერთვება პირდაპირ ეთერში კვლავ სააპელაციო სასამართლოდან. სააპელაციოსთან ასევე იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერები. ჩვენ ბუნებრივია ახლა ჩვენ ახლა ვართ სააპელაციო სასამართლოსთან, სადაც იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერები. მე ვთხოვ ოპერატორს, რომ გაჩვენოთ კადრში ეს ადამიანები, რომლებიც აქ არიან შეკრებილები და ელოდებიან ნიკამელიას მოსვლას. ჩვენი ინფორმაციით ნიკამელია უკვე იმყოფება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე. სულ რამდენიმე წუთში დაიწყება სასამართლო პროცესი, სადაც მოხდება საქალაქო სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილების განხილვა, როგორც ცნობილი არის, როგორც დაცვის მხარე, ასევე პროკურორი გაასაჩივრეს ეს გადაწყვეტილება და მათ თქვენ ახლა კადრში ხედავთ ნიკამელიას, რომელიც არის უკვე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეზოში. სულ რამდენიმე წუთში დაიწყება სასამართლო პროცესი, სადაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც იყო მიღებული თბილისის საქალაქო სასამართლოში. ბატონიკა, თუ შეიძლება რომ გიყვასოთ, რას ელოდებით? ვერ გეტყვით ახლა, რისი სურვილი აქვთ დიდი, რამდენად მოახერხებენ, სხვა საკითხია. უბრალოდ ძალიან სამართლებრივ აბსურდში გაექო მთელი მათი ეს საქმე და კაფიოს შავზე თეთრი უნდა თქვას ამ მოსამართლემაც. ძალიან დიდ სირთულებთან არის დაკავშირებული ახლა უკვე ამ შეკერილი საქმის გამო, ასე თქვათ, დაკავებამ. სურვილი დიდი აქვს, იმიტომ რომ მათ უბრალოდ არ უნდათ ერთი რამ ნამდვილად უნდა ვთქვა და უბრალოდ წარმოუდგენელია მათთვის კონდეს შესაძლებლობა ვიარო პარლამენტში როგორც მოქმედება დეპუტატი, იმიტომ მათ ეგონათ რომ მე ამას ვეღარ შევძლებდი, განცხადებები კეთდებოდა, გახსოვთ ხო თქვენ? ანუ რეალური მიზანი ეს არის, რომ თქვენ აღარ გნახონ პარლამენტში. იმიტომ ისეთ რატო ახლა მათთვის ხოლმე დაჭრილი მხეცი უფრო საშიშია ვიდრე ხო, აი დაახლოებით ასე უყურებენ, იმიტომ მათთვის ხოლმე კოლეგა აღარა ვარ. ხო, ახლა წარმოუდგენელ რამ გააკეთებიეს. მტკიცებულებები არ არსებობდა და ისე უყარეს კენჭი, რაზეც ნანობს ბევრი მათგანი და მეც მათ ადგილზე ძალიან დიდ მორალურ და ფსიქოლოგიურ დისკომფორტს განვიცდი აუცილებლად. ხო, ახლა წარმოიდგინეთ სურათი, როდესაც მე ვიქნები იქ, სადაც ისინი, ასე ვთქვათ, მასამართლებდნენ სხვათა დარბაზში, მაგრამ თავზემოთ ძალა არ არის. მე ვფიქრობ, რომ თავარი რამდენად რეალისტური არის, რომ საქალაქო სასამართლოსგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება მოხდეს სააპელაციოში და სურათი რადიკალურად ვიცით რა ორი საჩივარია შეტანილი, ერთი დაცვის ხარის მიერ, რომელიც ასაჩივრებს იმ შეზღუდვას, რომელიც მე დამიწესდა და ანტიკონსტიტუციურია და წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან და მათ შორის რეგლამენტ და პარლამენტის და მეორე მხრივ პროკურატურა ასაჩივრებს, ანუ ხელისუფლება იმ აქტთა ღონისძიების სახეს, რომელიც მე შემეფარდა, ხო? და უნდა კვლავ პატიმრობა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თავარი ბრძოლა ხელისუფლებამ უკვე წააგო, ეს არის მორალური ბრძოლა. მორალური ბრძოლა, რომელიც ჩემთვის გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ამ ეტაპზე, ვიდრე პოლიტიკური, ასე ვთქვათ, პოლიტიკური გამარჯვება და დამარცხება, პოლიტიკურად ეს ხელისუფლება დამარცხება, უბრალოდ ჩემთან არა, დამარცხება საზოგადოების იმ ნაწილთან, რომელიც აპროტესტებს ამ მსგავსოებას. ბატონიკა, ბრალდების მხარე ამბობს, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება რეალურად ბრალდების საბოლოო მიზანი შესრულებული, თუ ყველა მტკიცებულებას გაითვალისწინებს და თქვენ დაგაკავებთ. ნებაში არ არსებობს ასეთ მტკიცებულება გაიხსენეთ, ხომ? აი ეს კითხვები გაგიჩნდათ თქვენს მედიას, პარლამენტში ცნობილი საპარლამენტო მოსმენების, საკომიტეტო მოსმენების დღეს და ოდესაც დეპუტატების, კოლეგების, ოპოზიციური, ასე ვთქვათ, პარტიებიდან და მედიის წარმომადგენლები ეკითხებოდნენ პროკურატურას, კი მაგრამ სად არის მტკიცებულება, პროკურატურას ჰქონდა პასუხი, რომ აი ხა 3 საათზე მივა ადვოკატი გენერალ პროკურატორში, იქ გადასცემენ დამატებით მტკიცებულებებსო და იმის შემდეგ სამჯერ
ხუჯერ არის მისული და არანაირი მტკიცებულება არ არსებობს. ხახდო, უფრო ფართოდ უნდა დავინახოთ სურათი რა, ნაცვლად იმისა, რომ ის უმძიმესი პოლიტიკური დანაშაული, რომელიც ჩაიდინა ხელისუფლებამ გავრილოვთან დაკავშირებით, ეს არ იყოს შემთხვევითი, როგორ იყო ერთი კვირის განმავლობაში, ხო? ღია ეთერებში, პირდაპირ ეთერებში, ხალხურ გადაცემებში მოვუწოდებდით ხელისუფლებას, წვავედ ვაკრიტიკებდით, რომ არ შემოეშვა გავრილოვი. ამათ არათუ შემოუშვეს ის გაგრძელებს. ამიტომ ეს გაგრძელება არის მთელი ამ პროცესის თუ სისხლის სამართლის დანაშაულამდე კი არ უნდა დაიყვანოთ თავიანთ მხრივ იქით. ვიღაცებს გადაცდომა და უფიქსირდა და ისე უნდა უმძიმესი პოლიტიკური დანაშაული აქვს ჩადენილი და ამაზე უნდა აგონ პასუხი და ამას არ აკეთებენ, ვინაიდან რაციონალიზმისგან რაციონალიზმი აღარ არის მათში. წარმოიდგინეთ, გახარია თავად ვეკიდიათ დამოკლე მახველივით. ხო, სანამ გახარია არის შინაგან საქმეთა და მინისტრი არათუ პოლიტიკური კრიზისი გაღრმავდება. თავად იმ უწყების, ასე ვთქვათ, დეზორიენტაცია ხდება და დემორალიზება ხდება, რომელსაც იგი ხელმძღვანელობს. ეხლა უწყების სიმდგრადისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს ადამიანი აღარ იყოს. ყველაფერს თავი დავანებოთ, მარტო ამიტომ უნდა გადადგეს და მეტიც ეხლა ეს ადამიანი გვეუბნება და მთელი ხელისუფლება გვეუბნება, რომ არა, გახარიას არ გავუშვებთ და მეტიც გახარია გამოიძიებს ამ საქმესო და ეხლა ეს მთავრდება კრახით. ეხლა ჩვენი ამოცანა რომ ეს დამთავრდეს კრახით ხელისუფლებისთვის და არა სახელმწიფოსთვის, მაგრამ დაკავშირებით მინდა კითხვა. თქვენი ადვოკატიც ამბობს, რომ შეზღუდვა მოწმეებთან დაკავშირების არის ბუნდოვანი, რადგან თქვენ არც კი გაქვთ წარმოდგენა, ვინ შეიძლება იყვნენ პროკურატურის მოწმეების. ზოგადად, პროკურატურაც მართველი გუნდიც ყოველთვის ამით აპელირებდა, რომ თქვენ შეიძლება რამე ზეგავლენა მოახდინოთ. თუ გაქვთ წარმოდგენა, ვინ არიან ეს ადამიანები და რატომ ეშინიათ ესე, რომ ნიკამელიამ შესაძლოა რამე გავლენა. ჩვენ გავასაჩიოთ ორი შეზღუდვა. 4-დან 2 შეზღუდვა, ერთი, ჩემი სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა თავისუფლად უნდა მომეცეს, იმიტომ რომ მე სარგებლობ იგივე უფლებებით, როგორც სარგებლობს დანარჩენი 159 დეპუტატი, ეს ერთი და უნდა მოიხსნას შეზღუდვა უკვე არსებულ მოწმეებთან ურთიერთობისა და პოტენციურ, ასე ვთქვათ, მოწმეებთან ურთიერთობისა. ეს შეიძლება დაახლოებით 300 ადამიანამდე წავიდეს, ეხლა წარმოიდგინეთ. ამიტომ მე ვფიქრობ, კლასიკური მაგალითია ეს ყველაფერი, რაც ამ საქმის გარშემო ხდება, სამართლებრივი განუვითარებლობის. უბრალოდ უნდათ ძალიან რომ შედეგი დამდგარიყო პატიმრობა, სიჩქარეში ვერ გათვალეს ბევრი რამ და ახლა არიან ჩიხში, მაგრამ ეს ჩიხი როგორც ჩანს უფრო ღრმა არის, ვიდრე მათ ჰქონიათ. ეს იყო ნიკამელიას კომენტარი, იქამდე ვიდრე დაიწყება სხდომა. როგორც თქვენ ახლა კადრში ხედავთ, ნიკამელია უკვე შედის თბილისის სააპელაციო სასამართლოში და სულ რამდენიმე წუთში დაიწყება სასამართლოს სხდომა, სადაც მოსამართლე იმსჯელებს იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე დღის წინ მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლომ, როგორც ჩვენი მაყურებლისთვის არის ცნობილი. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებასთან დაკავშირებით საჩივრები შეიტანა, როგორც გენერალურმა პროკურატურამ, ასევე ნიკამელიას დამცველმა გიორგი კონდახიშვილმა. გიორგი კონდახიშვილი ამბობს, რომ ისინი აპირებენ სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას და აუცილებელია, რომ არათუ პატიმრობა იყოს გამოყენებული, არამედ მოხდეს დამატებითი შეზღუდვების მოხსნაც. ჩვენ სწორად ახლა ვხედავთ სააპელაციო სასამართლოს შიდა შენობას, სადაც ნიკამელია უკვე მისული არის. სულ რამდენიმე წუთში დაიწყება პროცესი, ზეპირი მოსმენა, სადაც მოსამართლე მერაბ გაბინაშვილმა უნდა იმსჯელოს პირველი ინსტანციის მოსამართლის განჩინებაზე. როგორც ცნობილია, თემურ გოგოხიას განჩინება გაასაჩივრა როგორც დაცვის მხარემ, ასევე პროკურატურამ. პროკურატურა ითხოვს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული
გირაო 30000 ლარის ოდენობით შეიცვალოს და მას კვლავ პატიმრობა შეეფარდო სამკვეთის ღონისძიების სახით. დაცვის მხარეს კი მიაჩნია, რომ ის შეზღუდვები, რომელიც მოსამართლე გოგოხიამ დაუწესა განჩინების საფუძველზე, კონსტიტუციასთან შეუსაბამობაში მოდის და ის უნდა გაუქმდეს, ვინაიდან ამ შეზღუდვებით ნიკა მელიას არ ეძლევა შესაძლებლობა, რომ თავისუფლად განახორციელოს დეპუტატის უფლებამოსილება, ვინაიდან ამ შეზღუდვების მიხედვით ნიკა მელია სახლიდან გადაადგილების, ყოველი გადაწყვეტილების შესახებ უნდა შეატყობინოს პროკურატურას და მიიღოს თანხმობა და ასევე მას ეკრძალება საჯარო შეკრების ადგილებში, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში საჯარო განცხადების გაკეთებაც.